როცა საქმე ეხება ინვესტიციებს და კრიპტოს, ერთ-ერთი მთავარი თემა აქ არის უსაფრთხოება. როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი თავი ყველანაირი საფრთხისგან. პირველ რიგში ვიტყოდი, რომ ყველას ვურჩევდი და აუცილებელიც არის ეს, რომ 2FA აუთენტიკატორი რომ ჩამოვხაჭოთ ჩვენ ტელეფონში. ეს შეგიძლიათ ყველა ყველა ტელეფონზე გამოიყენოთ, iOS-ზეც და Android-ზეც. და რა არის ეს აპლიკაცია? ამ აპლიკაციას შეგიძლიათ მაგალითად თქვენი აპლიკაციები, ესე ვთქვათ, შეიყვანოთ, სადაც ფული გიდევთ, შეიძლება იყოს ეს ბროკერი, exchange და ასე შემდეგ და როცა თქვენ ლოგინს გააკეთებთ, ესე ვთქვათ, იმ აპლიკაციაზე, ეს აპლიკაცია ყოველთვის მოგთხოვს ამ 2FA აუთენტიკატორს და რა შვება ეს აუთენტიკატორი თუ შენ ამ კოდს არ შეიყვან, რომელი აპლიკაციაც აქ გაქვს შეყვანილი, რა თქმა უნდა, იმ აპლიკაციაში ვერ შეყო. თქვათ, რომ შენ გაქვს მაგალითად Binance-ი აქ შეყვანილი და შენ Binance-ზე შეხვედი, შეიყვანე შენი იმეილი და პაროლი, მაგრამ შენ გთხოვს 2FA აუთენტიკატორის კოდს. თუ შენის კოდი არ შეიყვანე, რა თქმა უნდა, ვერ შეხვალ შენ პროფილზე და ეს კოდი, აი მაგალითად, ვთქვათ, რომ აქ შენ Binance-ი გაქვს და ეს კოდი, ეს გრძელი კოდი ყოველ 1 წუთში იცვლება. ანუ ძალიან ძნელი არის, რომ ვინმე გაკითხოს, ესე ვთქვათ, შენი აკაუნტი და ამიტომ აუცილებელი არის, რომ ორმაგად დავიწყოთ, ესე ვთქვათ, ჩვენი თავი. შემდეგი არის, ესე ვთქვათ, ესეთი ლეჯერი, შენი კოინები შეგიძლია შეინახო cold wallet-ზე ან hot wallet-ზე. hot wallet-ი არის ყველაფერი, რაც online არის და hot wallet-ი არის ყველაფერი, რაც online არის და cold wallet-ი არის ყველაფერი, რაც offline არის. რა არის განსხვავება ამ შორის? ანუ cold wallet-ი არის, ესე ვთქვათ, offline-ში, არანაირი კავშირი არ აქვს, ესე ვთქვათ, ინტერნეტთან და რა თქმა უნდა შენი გააკვაც შეუძლებელი არის. ანუ შენი კოინების დაკარგვაც არის შეუძლებელი. მე მიმაჩნია რომ შეუძლებელი არაფერი არის და ყოველთვის არის რაღაც საფრთხის პროცესი. მაგრამ ანუ ძალიან დაცული ხარ ვიდრე ესე ვთქვათ ონლაინში. მე პირადად მქონდა ლეჯერი, მაგრამ ლეჯერს აღარ ვიყენებ, იმიტომ რომ ჩემთვის პირადად, ანუ ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი, ჩემთვის პირადად არც თუ ესე ვთქვათ პრაქტიკული არის, იმიტომ რომ შენ თუ ხშირად ყიდულობ და ყიდი კოინებს, ანუ ინვესტიციის თვალსაზრისითაც, როცა მე ვაკეთებ ინვესტიციებს და ფასი იწევს ძალიან მაღლა, რა თქმა უნდა, მე ყოველთვის ვყიდი, ვაფიქსებ რაღაც მოგებას და შემდეგ ფასი რო ვარდება, ისე ვყიდულობ, მაგრამ ამის გარდაც ყოველთვე თუ ვაკეთებ ინვესტიციას, ჩემთვის არაპრაქტიკული არის, რომ ყოველთვე ჩემი ესე ვთქვათ, კოინები, ბიტკოინი და ეთერიუმი გადავიტანო ლეჯერში. მე მირჩევნია მაგალითად, ჩემ ბროკერზე დავტოვო ყველაფერი, რომელზეც დაცული ვარ 100.000 ევრომდე. ანუ მე 100.000 ევრომდე ყოველთვის იქნები დაცული და თუ დავკარგე ჩემი კაპიტალი ან თუ გამჰაკეს ან რაღაცა, ამინაზღაურებენ დანაკლებს. Binance-აც ქონდა სხვადასხვა. ესეთი შემთხვევა ზუსტად წელიწადი აღარ მახსოვს, მაგრამ წინა bull market-ის წინ იყო. გაჰაკეს ესე ვთქვათ, Binance-ი რაღაც ვირუსის იმეილები გაგზავნეს და მომხმარებელმა დაკარგეს თანხა, მაგრამ Binance-მა მათ ყველა საუნაზღაურა, ეგ იმიტომ რომ რა თქმა უნდა თავიანთ იმიჯზეც იფიქრეს. თუ რა თქმა უნდა შენ მილიონებით შედიხარ კრიპტოში და მილიონები გაქვს ესე ვთქვათ ბიტკოინში და ეთერიუმში ინვესტირებული, რა თქმა უნდა, უფრო სასურველია და უფრო დაცულად იქნები თუ შენ გამოიყენებ Ledger-ს. რა თქმა უნდა, Ledger-საც აქვს თავისი მინუსები, ეს კი არის offline და კი ხარ ძალიან დაცული, მაგრამ შენ უნდა შეინახო ეს შენი 12 სიტყვა, რომელიც აუცილებელი არის იმის, რომ თუ შენ Ledger-ი დაკარგი ყოველთვის წვდომა გქონდეს შენ კოინებზე და ეს შენ ფიზიკურად უნდა შეინახო სადმე, რაც რა თქმა უნდა რისკების ქვეშ არის, ანუ ვინმე თუ იპოვა, თუ დაგაუწყლა, თუ დაკარგე და ასე შემდეგ, ყოველთვის შეუძლია ვიღაცას წვდომა გქონდეს თუ სხვა მიპოვა, ხო? ანუ ესე ვთქვათ, რისკები ყველგან არის, მთავარია შენ აირჩიო რომელი არის შენთვის სასურველი, ეს რა თქმა უნდა სუბიექტური აზრია, Ledger, ეს არის Ledger-ის საიტი, საიდანაც შეგიძლია გამოიწერო Ledger-ი. ძალიან ბევრი რამე აქვს დამატებული, მე წინაზე მქონდა აი ეს. მაგრამ ეხლა რა თქმა უნდა Ledger-ს აღარ ვიყენებ ხოლმე, უბრალოდ ჩემ ბროკერზე მაქვს ხოლმე ყველაფერი თვიურად ინვესტიციას რო ვაკეთებ, ჩემთვის უფრო ადვილია რომ ჩვეულებრივად ინვესტიციას ვაკეთებ და ანუ თავს დასულათაც ვგრძნობ, რა თქმა უნდა.
10 მილიონი რომ მქონდეს ბიტკოინში და ეთერეუმში ინვესტირებული, გამოვიყენებდი ლეჯერს და არ გამოვიყენებდი ერთ ლეჯერს, გამოვიყენებდი რამოდენიმე ლეჯერს, იმიტომ რომ მე მომხრე ვარ დივერსიფიკაციის და ესე ვთქვათ რისკების განაწილების ძალიან დიდი მომხრე ვარ. ყველაფერს ერთ ლეჯერზე არ დავტოვებდი, ყველაფერს ერთ ბროკერზე და ექსჩენჯზე არ დავტოვებდი. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გავანაწილებდი, იმიტომ რომ რამე რომ მოხდარიყო, ყოველთვის დაზღვეული ყოფილიყავი. ამიტომ თქვენ თვითონ უნდა გადაწყვეტოთ რა გინდათ და რა არა, რა მოგწონთ და რა არა. თუ თქვენ ხართ დაბალი თანხებით შემოსული, აა მე პირადად ავირჩევდი ბროკერს და უბრალოდ ბროკერზე გავაჩერებდი ჩემ ასეტებს, ჩემ კაპიტალს, იმიტომ რომ უფრო ადვილი არის, უფრო პრაქტიკული არის და არ გჭირდება ყოველ ჯერზე, ესე ვთქვათ, გადატანა, გადმოტანა ლეჯერზე და ასე შემდეგ. თან ბაზარმა თუ აიწია ძანა, შენ გინდა უცბად გაყიდვა, უნდა გადმოიტანო ისე, უნდა გადაიტანო და ასე შემდეგ. ანუ ჩემთვის არაპრაქტიკულია. როცა შეგიძლია უბრალოდ ბროკერზე შეხვდით ტელეფონით, დააჭირო ბიტკოინი, გაყიდვა $500 და გაიყიდება წამებში, ხო? მაგრამ თუ ლეჯერზე გაქვს, უნდა გადმოიტანო, ну, ძალიან 10 საათი არ გრძელდება, ეს შეიძლება 9 საათი, გაგრძელდეს 1 საათი, მაგრამ ჩემთვის არც თუ ისე პრაქტიკული არის, ამიტომ არ ვიყენებ ლეჯერს, ვიყენებ ბროკერს. სადაც ვარ დაზღვეული, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა იყო ბროკერზეც დაზღვეული, იმიტომ რომ თუ არ ხარ დაზღვეული, ეს შენთვის სარისკოა, იმიტომ რომ თუ გაიჰაკიან, რამე მოუვიდა, ესე ვთქვათ, ბროკერს, გააკოტრდა და შემდეგ შენ კარგავ შენ ინვესტიციებს. ეს რაც შეეხება ლეჯერს და აუთენტიკატორს, შემდეგი არის ესე ვთქვათ, სტოპ ლოსი და რა არის ეს სტოპ ლოსი? სტოპ ლოსი არის ერთ-ერთი რამ, რაც აუცილებელი არის ყველასთვის. რა თქმა უნდა, თუ ინვესტორი ხარ, ინვესტორები სტოპ ლოსს არ იყენებენ, მაგრამ მე, როგორც ტრეიდერი, ყოველთვის ვიყენებ სტოპ ლოსს. და რა არის ეს სტოპ ლოსი? სტოპ ლოსი არის რომ გადავთარგმნოთ სიტყვა სიტყვით stop losing, ანუ შეწყვიტე წაგება. თუ მაგალითად ფასი მოდის ესე და მე რო ვაგრძელებთ ეს ვთქვათ მაღლა ტრენდს, რა თქმა უნდა ამის უნდა გიწოდე ჩარტების წაკითხვა, შენ მაგალითად შეგიძლია დაადო ამ level-ზე stop loss-ი, ანუ 112.000-ზე, ახლა მაგალითად ვთქვათ და შენ ამბობ იმას, რომ ფასი თუ ჩამოწდა ამ level-ს, მე აღარ მინდა ამ ტრეიდში, ამ პოზიციას შევიჭრე და ვყიდი მთელ ჩემ ნაწილს, ანუ ჩემ მთელ ინვესტიციას და ჩემი წაგება რაც მაქვს დაფიქსირებული, ვაფიქსირებ და ვიღებ. ანუ ეს არის stop loss-ი, ეს შენ რა თქმა უნდა საზღვაო, როცა შენ იცი ჩარტების წაკითხვა და ანალიზის გაკეთება. თუ არის ანალიზის გაკეთება, რა თქმა უნდა, ესე უბრალოდ higher stop loss-ის დაყენება არ შეიძლება, მაგრამ როცა სწავლობ, ასე ვთქვათ, ანალიზს, უკვე იცი, სად უნდა დაყენო შენ stop loss-ი და როცა stop loss-ზე მიუახლოვდება, ესე იგი ფასი, შენ გამოგაგდებს, ანუ შენი ასეტები ავტომატურად გაიყიდება, შენ წაგებას დააფიქსირებ, მაგრამ ეს უნდა იფიქრო, რომ ეს შენთვის წაგება არ არის, ეს არის პირიქით შენი კაპიტალის დაცვა, იმიტომ რომ ფასმა შეიძლება უფრო და უფრო გააგრძელოს ქვემოცვლა და შენ უფრო და უფრო დიდი მინუსებში წახვიდე, ამიტომ არის stop loss-ი აუცილებელი. რა თქმა უნდა, თუ ხარ მოვაჭრე და თუ ვაჭრობ, თუ შენ ხარ ინვესტორი და გაქვს გათავისებული, რომ შენ გააკეთებ ინვესტიციას long term-ზე, შეიძლება იყოს 2 წელი, 5 წელი, 10 წელი, 15 წელი, რა თქმა უნდა, stop loss-ი არ გჭირდება და შენ აკეთებ ყოველთვიურად, ყოველწლიურად, ყოველ კვარტალურად რაღაც გარკვეულ თანხის ინვესტიციას და უბრალოდ არ ყიდი ელოდები, სანამ არ გააკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს, ანუ აიწიოს long term-ზე. stop loss-ი გჭირდება მხოლოდ მაშინ, როცა შენ ხარ ესე ვთქვათ ტრეიდერი. შემდეგი რითიც უნდა დაიცვას შენ თავი, არის ესე ვთქვათ დივერსიფიკაცია. საერთოდ არავინ არ ლაპარაკობს დივერსიფიკაციაზე და ყოველთვის რასაც ხედავ ხოლმე არის ის, რომ ყველა all-in არის ბიტკოინში და კრიპტოში და ალტკოინებში. როცა ალტკოინები ვარდება, უნდა იცოდე, რომ შენი საფრთხე 40, 50, 60, 70% უპასუხდება და ეს არის საშინელი და არ უნდა გინოდეს ადამიანს. წარმოიდგინე, რომ $20,000 ინვესტიცია გაქვს და მეორე დღეს იღვიძებ და დარჩენილი გაქვს 5,000, 8, 10,000, თქვი 15,000, თქვენ ძალიან დიდი თანხები იკარგება აქ და ჩემთვის არ არის მისაღები, როცა შენ ალინ ხარ კრიპტოზე, რა თქმა უნდა, როცა ფასები იწევს, ყველას უხარია, ყველა ცეკვავს, ყველა გიშს გავს, ყველას გონია რომ ხვალ ლამბურჯინი ეყოლება სახში და ახალ ვილას იყიდეს და ასე, მაგრამ ეს არ ხდება.
არ არის ლოგიკური. ამიტომ ყოველთვის უნდა დაიცვა შენი თავი, ყველა სუდისგან, როცა შენ აკეთებ ინვესტიციას, ყოველთვის ყველაზე ცუდი უნდა წარმოიდგინო და როცა შენ ამ ლოგიკით შედიხარ ბაზარზე, ყოველთვის მაქსიმალურად ისწავლ ხოლმე შენ თავს. თუ შენ მაგალითად გაქვს 10,000 დოლარიანი კაპიტალი, რომელიც გინდა გააკეთო ინვესტიცია, რომელთაც გინდა გააკეთო ინვესტიცია, მე პირადად იმ გამოცდილებიდან, რაც მაქვს მიღებული და რაც მაქვს ნასწავლი, არასდროს არ გავაკეთებდი ამ 10,000 დოლარისვე ბიტკოინში ან კრიპტოში ინვესტიციას. რას გავაკეთებდი მე მაგალითად? მე დავყოფდი მაგალითად 25%-ად ყველას. ну გააჩნია ახლა შენ რა იცი საერთოდ ინვესტიციაზე, თუ მაგალითად არ იცი აქციებში ინვესტიცია და სხვა ასეტებში, რა თქმა უნდა, 25%-ად არ დავყოფდი, დავყოფდი მაგალითად 30%. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ინდივიდუალური, მაგრამ მე ახლა გაძლევთ უბრალოდ მაგალითს. ავიღოთ, რომ დავყეთ 4-ჯერ 25%-ად, ჯერ 25%-ად. ნახეთ, ახლა მაგალითად მე რას გავაკეთებდი, თქვათ, შენ გჯერა ბიტკოინის და გჯერა რომ long term-ზე 100% დაიწყებს და შენ ყოველთვის გინდა მისი ყიდვა და რაც არ უნდა მოხდეს იყიდი. ამ 25%-ით გააკეთებ ბიტკოინში ინვესტიციას. ანუ ეს 25% 2,500 დოლარი წავიდა ბიტკოინში. შემდეგ შენ დაიტოვებ cash-ს 25%-ს მე მაგალითად დავიტოვებდი cash-ს. რა დავიტოვებდი cash-ს, იმიტომ რომ მე მჯერა ბიტკოინი, შეჯერა ბიტკოინი 5 წელში, 10 წელში, 20 წელში მაინც იარსებს და მაინც რაღაც გარკვეულ მოგებას დააფიქსირებს. ამიტომ მე დავიტოვებ 25%-ს იმ შემთხვევაში, რომ თუ ფასი დავარდა, მაინც ვიყიდი. ანუ ფასი მაღლავა თქვენ მოწამოა როგორც ინვესტორს არის, ხო? ამიტომ 25% გედება გვერდზე cash-ად და თუ მოხდა და ბაზარი დავარდა, შენ მაინც ხო გჯერა ბიტკოინი, შენ მაინც ხო გჯერა მის long term-ზე აიწევს. დავარდნილ ფასად უფრო იაფად იყიდი ესე ვთქვათ ბიტკოინს. თუ შენ მაგალითად 10,000 დოლარი გაქვს დღეს და გინდა ინვესტიცია და ბიტკოინი მაღლა არის, ანუ მაღალ ფასზე უბრალოდ 25% ინვესტიციას გააკეთებ და 25% გექნება გვერდზე გადადებული იმ შემთხვევაში თუ ფასი დავარდა. ფასი თუ დავარდა, დამატებ ესე ვთქვათ ბიტკოინს და შენ გექნება უფრო დიდი პოზიცია, ხო? ანუ შენთვის უფრო სასარგებლო არის. თუ მოხდა და არ დავარდა, რა თქმა უნდა 25% შეინახავ, რათა შემდეგ შანსზე, შემდეგ კორექციაზე მოახდინო ამ 25%-ის გამოყენება. ანუ გვერდზე გედება გადადებული, როგორც ისე ვთქვათ, ბუფერი და სწორ დროს, სწორ ადგილას, ესე ვთქვათ, შეხვალ პოზიციაში. ანუ 25 და 25,50%. ესე ვთქვათ, წასული არის ამ 25%-ით მაგალითად მე ვიყიდიდი ვერცხლს, ანუ ეს არის ჩემი პირადი აზრი, იმიტომ რომ ვერცხლი არის long term-ზე, ანუ ის ყოველწლიურად აფიქსებს ვიდან 10% რენდამენტს, არ ჩავიძიები ვერცხლს რა შეუძლია და შემდეგ ძალიან ძვირფასი მეტალია გამოიყენება ინდუსტრიაში, ისეთივე მიუწვდომელია როგორც ლიმიტირებული როგორც ოქრო და შემდეგ. და ანუ დიდი კრიზის განიცდის უკვე კომპანიები ვერცხლის, ანუ ჭირდებათ ვერცხლი, მაგრამ მიწოდება აღარ არის დიდი, ანუ მე მგონია რომ ფასი აიწევს და 25%-ს გავაკეთებდი ვერცხლში ინვესტიციას. და ამ 25%-ს დავივიწყებდი, იმიტომ რომ ეს არის long term-ზე ინვესტიცია. დაგვჭირდა 25%, 25% შეგიძლია გააკეთო ინვესტიცია მაგალითად აქციებში, თუ გესმის, რომ უნდა გააკეთო ინვესტიცია აქციებში, თუ არ გესმის, მაგალითად ამ 25%-ს დავყოფდი, იმიტომ რომ ბევრი ვიცი, რომ აკეთებს ინვესტიციას ალტკოინებში, მე ინვესტიციას ალტკოინებში არ ვაკეთებ. იმიტომ რომ წინავინებში სახსინო უკვე რატო არ ვაკეთებ, მაგრამ შენ თუ გინდა ალტკოინებში ინვესტიციის გაკეთება, ამ 25%-ს გამოიყენებდი ალტკოინებში საინვესტიციოდ. ანუ ამასაც გავყოფდი, არ ავირჩევდი ერთ და ორ კოინს, ავირჩევდი მაგალითად 2,500 დოლარით მაქვს 5 კოინს და 5-ვე კოინში 500 დოლარს ჩავდებდი. ან შეგიძლიათ უბრალოდ ამ 2,500 დოლარითაც 25%-ით სხვა რამეში გამოიყენოთ. მაგალითად, ინვესტიცია გააკეთოთ საკუთარ თავში, იმიტომ რომ თქვენ ხართ ზუსტად ის, ვინც გაგაკეთებინებს ფულს და შენ შენ თავი არ განავითარე. რა თქმა უნდა, ვერაფერს, ანუ ვინ დაგეხმარება, ანუ მე ვერ მოგცემ ფულს, მე შემიძლია ის გასწავლო, რაც მე ვიცი, მაგრამ შენ თუ არ გააკეთე შენ თავში ინვესტიცია და არ განვითარდი, რა თქმა უნდა, ამასაც ვერ ისწავლო, ხო? მეც დამჭირდა ძალიან დიდი თანხების ინვესტიცია ჩემ თავში, მაგრამ ვარ მადლობელი იმისთვის, რომ ის ინვესტიცია, რაც გავაკეთე, 100 მაგათ დამიბრუნდა უკან და მომავალში და long term-ზე უფრო მეტად დამიბრუნდება, ხო? ამიტომ საკუთარ თავში ინვესტიციაც არის აუცილებელი. მაგრამ მე ახლა გიხსენით უბრალოდ დაყოფის პრინციპი, იმიტომ რომ სხვათა შორის ესენი ნეგატიურ კოლორაციაში არიან ერთმანეთში, ოქრო, ვერცხლი და აქციები და ბიტკოინი.
რას გულისხმობ ამ ყველაფრით, თუ აქციები და ბიტკოინი ვარდება მაგალითად, ვერცხლი და ოქრო ყოველთვის მაღლა მიდის ხოლმე. იმიტომ რომ როცა სხვადასხვა აქტივები ვარდება, ესე იგი ბაზარზე არის პანიკა და როცა ბაზარზე არის პანიკა, ყველა ინვესტორი მიდის ხოლმე ესე ვთქვათ ოქროზე და ვერცხლზე, იმიტომ რომ ოქრო და ვერცხლი ითვლება როგორც ჰეჯი, ანუ ვერცხლი უფრო სხვა რაღაცაში იყენება, მაგრამ ოქრო ითვლება როგორც ჰეჯი კრიზისის და ინფლაციისგან, ანუ ის გიცავს კრიზისის და ინფლაციისგან და ასე შემდეგ. ანუ ეს იმიტომ არის საინტერესო, რომ ვერცხლი თავისთვის აფიქსირებს მაინც ვიდანაც პროცენტიურად საშუალოდ long term-ზე, მაგრამ თუ მოხდა და იყო კრიზისი და დავარდა ყველაფერი, ვერცხლი და ოქრო მაინც გააკეთებენ რაღაცა ნაწილის ზრდას. და ნახეთ ახლა რა ხდება 10,000 დოლარი რომ გაგიკეთებინა ინვესტიცია ბიტკოინში ან რაიმე ალტკოინში, კი, რა თქმა უნდა, შეიძლება ფას მაიწიოს, მაგრამ ამის გარანტია არ გაქვს, ხო? არანაირი გარანტია არ გაქვს. ასევე შეიძლება რომ ფასი სულ დავარდეს, მაგრამ შენ ყოველთვის უნდა განიხილო ნეგატიური, რა შეიძლება ყოველთვის მოხდეს, რათა შენ დაიცვა შენი თავი. თუ 10,000 დოლარი შეხვედი და კრიპტო გაუფასო და ბიტკოინი მაგალითად 30-40%-ით, შენ დაკარგული გაქვს 30-40% და ხარ ჩამოსული მაგალითად 6,000 დოლარზე, ხო? როცა შენ თუ ამ სისტემას იყიდი, თუ ამ სისტემას გამოიყენებ, შენ 25%-ից 40%-ს დაკარგავ მაგალითად, რაც შეიძლება იყოს 25 $2,500 დოლარის. 10% არის 250, 250 გამომრავლოთ 2-ზე 1,000 დოლარი. ანუ შენ დაკარგავდი 1,000 დოლარს, მინუს 1,000 დოლარში იქნებოდი, ამ 25%-ის ინვესტიციას თუ გააკეთებდი და დამატებდი კიდე, იმიტომ რომ გაუფასურდა 40%-ით, ამ 2,500 დოლარსაც დამატებდი და სავარაუდოდ შენი ვერცხლით საიწევდა. ანუ შენ გექნებოდა უფრო ნაკლები დარტყმა და შეიძლება პრიუში ყოფილიყავი თუ ვერცხლი დააფიქსირებ და რაღაც მოგებას, ხო? ანუ დივერსიფიკაცია ყოველთვის შენ და სასარგებლოდ მუშაობს და არ უნდა იყოს ესე ვთქვათ ისეთი რადიკალი, რომ ყველაფერი ერთ რაღაცაში ჩადო, იმიტომ რომ თუ კარგად წავიდა, კი, რა თქმა უნდა, ყველა ცეკვავს და ყველა სუხარი, მაგრამ შენ არ აქვს იმის გარანტია, რომ ის ერთი რაღაცა, რაც შენ აქვს ამორჩეული, წავაწინ და შემდეგი არის ყველაზე ბოლო, ყველაზე მთავარი ჩემი აზრით აუცილებელი exit პლანი, რაც არავის არ გააჩნია ხოლმე და ვერავინ ვერ განსაზღვრავს თუ სად უნდა იყოს exit პლანი და რატო. როცა შენ აკეთებ ინვესტიციას მაგალითად, რაღაც ისე 10,000 დოლარი. როცა შენ გააკეთე მაგალითად 50% და გაქვს 15,000 დოლარი. გაგონია ხოლმე ხშირ შემთხვევაში ყველას რომ იცი რა 20,000-ზე ვავა, ცოტას გავყიდი. ავა 20,000 და ვაუ, მე უკვე 10,000 გავარმაგე. ახლა იქნება 20,000-იც გავარმაგდეს, იმიტომ რომ ჰაიპია ის არის ეს არის და მოვიდავროდები 30,000. ადის 30,000-ზე მაინც არ ყიდი. მე კიდე ამ უფრო ვაიმე თუ გასამაგდა და 30,000-ზე ავიდა, დარწმუნებული ვარ 100,000-იც ავა და ვაუ, სახლს ვიყიდი, იმას ვიყიდი, ამას ვიყიდი და ზუსტად მაგ დროს ვარდება ხოლმე უფასურდება ყველაფერი და შენ კარგავ შენი ინვესტიცია, ანუ ინვესტიციას არ კარგავ, მაგრამ უფასურდება შენი ინვესტიცია, ხო? ანუ აი ეს მოსდის ძალიან ბევრს, ეს გამოვცადე მეც გამომივიდა, მე ყველა შეცდომა გამოვიდა, რაც კი შეიძლება ინვესტორმა და ტრეიდერმა დაუშვას, იმიტომ რომ ყველაზე ძნელად მე მაქვს ნასწავლი, ანუ რას გულისხმობ ყველაზე ძნელად, შორტკუტებს ვეძებდი, შეცდომებს უშვებდი ძალიან ბევრს, ასე რომ ყველაფერი მაქვს გამოვლილი და ზუსტად ვიცი, რაც ხდება ადამიანის ფსიქოლოგიაში, როცა თანხებს ეხება საქმე. ამიტომ რა უნდა გააკეთო ხოლმე, როცა შენ გაქვს 10,000 დოლარიანი ინვესტიცია მაგალითად გაკეთებული და შენმა ინვესტიცია მოიმატა 20%-ით ან 30% და გაქვს დამატებით 13,000 დოლარი, ანუ გაქვს 1,300 დოლარი. გაყიდე რაღაც ნაწილი, ანუ არ არის აუცილებელი რომ გაყიდო თლიანი პოზიცია, იმიტომ რომ ანუ შენ არ იცი ფასი ავამაღალოთ ჩამოაქვემოთ, ხო? თლიანი პოზიცია რო გაყიდო, შენ თლიანი პოზიცია გაქვს გაყიდული და ფასი მაღლა რო ავიდეს, რა თქმა უნდა, სარგებლობას ვეღარ ნახავ, ხო? თუ მაგალითად არაფერი არ გაყიდე და ფასი დავარდა ქვემოთ, წაგებაში ხარ, ანუ მინუსებში გადიხარ, ხო? ანუ არ არის ეს შენთვის საინტერესო, ანუ შენ არ იცი ფასი ავამაღალოთ, ჩამოაქვემოთ, ამიტომ შენ, ანუ ამაზე კონტროლი არ გაქვს ფასი ავამაღალოთ, ჩამოაქვემოთ. ამაზე კონტროლი არ ჩინა კარსმე და არც არავის, ანუ შეიძლება დიდი ინვესტორებს და ვისაც დიდი თავი აქვს, მაგრამ ჩვენ ყოველ შემთხვევაში ამ ყველაფერზე არ გვაქვს კონტროლი. რაზე გაქვს შენ და მე კონტროლი, ეს არის ჩვენ კაპიტალზე და რას გავაკეთებთ ჩვენი მოგებით. თუ 10,000 დოლარი, 13,000 დოლარი გახდა 30%-იანი ზრდა გაქვს
გაყიდე 10%. არის $1300. შენ გაქვს ახლა $1300 და აქ დაგჭა მაგალითად $11700. თუ ფასი ჩამოვიდა ქვემოთ, ანუ გააკეთა კორექცია, ნახე შენ გაქვს $1300 ისევ რომ რეინვესტიცია გააკეთა. ძალიან ჭკვიანი. თუ ფასმა გააგრძელა ზრდა და არ გააკეთა კორექცია, ნახე შენ ისევ 90%-ით პოზიციაში ხარ ისევ, და შენ ისევ სარგებელს ნახულობ მაღლა ზრდით. ეს $11700 თუ კიდე გახდა მაგალითად $14,000-15,000, გაყიდე კიდე 10%. მე იმ $1300 დაემატება $1800, გამოვა $2800. იმ $2800-დან შეგიძლია იგივე გაკეთო. თუ მოხდა კორექცია, შეგიძლია კორექციაზე იყიდო, ანუ ეს $2800 დივერსიფიკაცია შეგიძლია გააკეთო და სხვა რამეში გააკეთო ინვესტიცია. ანუ უბრალოდ რაც თქვი, კორექციაზე დაამატო და ესე ვთქვათ, შენი პოზიცია გაზარდო უფრო მეტი კოინები გქონდეს, ესე ვთქვათ. თუ არ მოხდა კორექცია, ანუ აქ თუ გაყიდე 10% და არ მოხდა კორექცია, 15,000 გამოვაკლოთ 1500, 13,500 გრჩება. სწორია. თუ გააგრძელა ფასმა ზრდა, 80% გაქვს შენი პოზიციის, რაც გქონდა აქამდე, ხო? თუ გააგრძელა ისევ მაღლა ზრდა და გახდა 18-19,000, აქაც ისევ 10% წყიდი. ეხლა შენ შეგიძლია თქვა, რომ ყველაფერი დამეტოვებინა, უფრო მეტი მოგება მექნება და კი გექნებოდა, მაგრამ შენ არა გაქვს კონტროლი, შენ არ იცი რა მოხდება, შენ არ იცი ფასი მაღლა თუ ჩამოვხმოთ. ამიტომ ერთადერთი რაზეც შენ გაქვს კონტროლი, შენ რისკ მენეჯმენტზე და შენ ყოველთვის უნდა იფიქრო, როგორც ინვესტორი და ტრეიდერი, რომ შენი რისკები შეამცირო, რადგან არ უნდა დაგიჯდეს. როცა შენ ფიქრობ შენი რისკების შემცირებაზე, ყოველთვის, ანუ ფული ყოველთვის მოდის თვითონ, თავისით მოდის, თან ისე სწრაფად გაიზრდება თქვენი აკაუნტები, რომ შეიძლება ვერც წარმოვიდგინოთ. ასევე შენ შეგიძლია იფიქრო, ანუ ეხლა რომ თუ იფიქრობ, რომ რო დამეტოვა უფრო დიდი მოგება მექნებოდა, ასევე შენ შეგიძლია იფიქრო, ეს რომ არ გაგეკეთებინა, კორექციაზე ვერ დაამატებდი. ანუ შენ ეს რო გააკეთე, რაღაც მოგება რო დააფიქსირე და კორექციაზე ისევ რო იყიდე, შენ უფრო დიდი პოზიცია გექნებოდა. ანუ ისევ იგივე თანხით, რაც გქონდა, უფრო მეტი კოინები მოგივიდოდა, ხო? ამიტომ არის აუცილებელი, რომ რაღაც ნაწილს მოგება დავაფიქსიროთ ხოლმე ყოველთვის, როცა ჩვენი აქტივები იზრდება, იმიტომ რომ მუდმივად არაფერი არ იზრდება, ყოველთვის ყველაფერი აკეთებს კორექციას, რაც ძლიერად არის მაღლა, ძლიერად აკეთებს კორექციას. მაგალითად, ახლა ბიტკოინის 15 წუთიანზე, მაგრამ მაინც ძლიერად გააკეთა ზრდა, ძლიერად გააკეთა ვარდნა. გააკეთა ზრდა, გააკეთა ვარდნა. არაფერი არ მიდის არასდროს, თუ ინად high time frame-ებზეც ვნახოთ, გააკეთა ზრდა, აქ ყველას ეგონა რომ ზოგმა შეიძლება აქ იყიდა, ზოგმა აქ, ყველა ფიქრობდა რომ მილიონზე ავდივართ უკვე და ზუსტად მაგ დროს მოხდა კორექცია, მაგრამ შენ აქ მოგებას რომ დაგეფიქსირებინა, ამ კორექციაზე შეძლებდი ყიდვას და შენ გექნებოდა უფრო დიდი პოზიცია, ანუ იგივე თანხით მოგივიდოდა უფრო მეტი სატოში, ანუ უფრო მეტი ბიტკოინი. ყოველთვის ეგრე ხდება ხოლმე, მეგობრებო, რაც მაღლა ადის, ყოველთვის ვარდება ხოლმე ქვემოთ და ყოველთვის აკეთებს კორექციას. აქაც მაგალითად დარწმუნებული ვარ, რომ აქ ვთქვათ, რომ აქ იყიდე და შენ არ გაგიყიდია, ხო? ნახე, მე იქნებოდი წაგებაში, იქნებოდი მინუსში, ანუ ძალიან ცუდია, ხო? მაგრამ ვთქვათ, შენ თუ შეხვედი აქ $10,000 და მოგვიდა სიტყვაზე ავიღოთ 1 ბიტკოინი, ხო? 1 ბიტკოინი მოგვიდა. აქ თუ გაყიდე 20%, აქ 20%, აქ 20%, ანუ შენი რისკები გამოტანილი გაქვს, შეიძლება შენი ინვესტიციაც უკვე გამოტანილი ქონდეს, ყველაფერი მოგებაში იყოს, მაგრამ ვთქვათ, რომ შენ თავიდან შეხვედი $10,000-ით. აქ ამ კორექციაზე თუ ამ მოგებებით დაამატე, ისევ შენ ეს ბიტკოინები დაიყიდე, ანუ აქ 10,000-ით რო შეხვედი, თანხა ისევ იგივე გაქვს, ანუ შენ ზედმეტად შენ ჯიბიდან არაფერი არ დაგიმატებია, მაგრამ აქ თუ მოგვივიდა 1 ბიტკოინი, ეხლა ამ სტრატეგიით მაგალითად შეიძლება 3 ბიტკოინი გაქვს. რა თქმა უნდა, სიტყვაზე ვამბობ ამას, სწორი ციფრები არ არის ახლა გამონგარიშებული, მაგრამ მაგალითს გაძლევთ. აქ შეიძლება ამ სისტემით უკვე 3 ბიტკოინი გქონდა და 3 ბიტკოინი აქ უკვე როცა ფასი ადის მაღლა, ძალიან დიდი მოგება, ანუ ძალიან დიდ მოგებას ნახავთ, ხო? ამიტომ არის აუცილებელი მოგებების დაფიქსირება გზადაგზა, არ არის საჭირო რომ ყველაფერი ერთ ჯერზე გაყიდოთ, შეიძლება ის 5%-იანი გაყიდო, 10%-იანი, 15-იანი, 20-იანი. ეს თქვენზე არის დამოკიდებული, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ უნდა დააფიქსირო მოგება, რათა შენი რისკები შეამცირო. პირველ რიგში
რაზეც ინვესტორი და ტრეიდერი ფიქრობს, არის რისკების მენეჯმენტი. ისინი არ ფიქრობენ მოგებაზე, რა თქმა უნდა, ტრეიდში და ინვესტიციაში ხარ იმისთვის, რომ გააკეთო მოგება, მაგრამ შენ თუ არა გაქვს შენი რისკები განსაზღვრული და რისკების მენეჯმენტი თუ არის, როგორ უნდა გააკეთო ამ ყველაფრის მენეჯმენტი და როგორ უნდა იზონო იმაზე, რომ იმ შემთხვევაში თუ ყველაფერი წავიდა, შენ დასაწინააღმდეგოდ როგორ გამოძვრე, ესე ვთქვათ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, როგორ გამოძვრე ის, რომ რაც შეიძლება ნაკლები დარტყმა მიიღო, როცა შენ ამაზე ფიქრობ, მოგება ავტომატურად მოდის. ამას თქვენ აუცილებლად გამოვცდით, თუ მიყვებით ამ ლოგიკას, რომ როგორ შეამცრო შენი რისკები. როცა გექნება 10,000 და შედიხარ ბაზარზე, არ იფიქრო, რომ ამ 10,000-ით გააკეთებ 100,000. შეიძლება, რა თქმა უნდა, მაგრამ უნდა იფიქრო, რომ ბაზარი რომ წავიდეს ჩემს საწინააღმდეგოდ ეგრევე, ანუ შესვლისთანავე ბაზარი შენ საწინააღმდეგოდ რომ წავიდეს, როგორ უნდა დაიცვა შენი თავი. ამაზე რომ ვიფიქრებ და ესე რომ დაიწყებ ფიქს, როცა ბაზარზე შედიხარ, სულ სხვანაირი ლოგიკით შეხარ, სულ სხვანაირი მაინდსეტით შეხარ, სულ სხვანაირი ტაქტიკით და ესე ვთქვათ, სტრატეგიით შეხვალ და შენ თავს მაქსიმალურად დაიცავ, რაც იზრუნებს იმაზე, რომ შენ ბაზარზე გააკეთო ფული.